ნიუ-იორკის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ბაზაზე არსებული პლატფორმა Just Security საქართველოს შესახებ ანალიზს აქვეყნებს. ავტორები ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დავით კრამერი არიან. მათი შეფასებით ქართული ოცნება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციის შეზღუდვით ავტორიტარულ ერთპარტიულ მოდელზე გადადის, რასაც პარტნიორებმა კონკრეტული ნაბიჯებით უნდა უპასუხონ. ხელისუფლებისგან ხელშეუხებელნი არც დამოუკიდებელი ტელეკომპანიები დარჩენილან. მთავრობა ახორციელებს წინახს ბიზნესზე, რათა მათ არ მიიტანონ რეკლამა, ხოლო ტელეარხებს ითქოს და ანტისამთავრობო შინაარსის გაშუქებისთვის უსაფუძვლო ჯარიმებს აკისრებს. ამის გამო ერთ-ერთმა წამყვანმა ტელევიზიამ მაუწყებლობა შეაჩერა, ხოლო მეორემ შეამცირა გადაცემები და თანამშრომლები დაითხოვა. მედიაზე რეპრესიების გაძლიერების ფონზე ცნობილი ჟურნალისტი ვახოსანაი ამჟამად 14 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას იხდის. უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მკაფიოდ უნდა გააფრთხილოს მოსკოვი ნებისმიერ იდეაზე, რაც საქართველოში სამხედრო ჩარევას უკავშირდება. ამასთან მან უნდა დააწესოს მკაცრი სანქციები ქართული ოცნების ოფიციალური პირების მიმართ და მოუწოდოს ევროკავშირს იგივე გააკეთოს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს ზომები მოიცავს აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს, რომლებიც მიზანში ამოიღებს ივანიშვილის მარიონეტ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს, მისი კაბინეტის დანარჩენ წევრებს, ასევე უდანაშაულო ადამიანების დევნაზე პასუხისმგებელ მოსამართლეებსა და პროკურორებს. ზოგიერთი მოსამართლე უკვე სანქცირებულია, თუმცა ამ სიას ბევრად მეტი უნდა დაემატოს. სტატიის თანახმად შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უფრო დიდი ყურადღებით უნდა ადევნონ თვალი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს და წინაღუდგნენ მმართველ პარტიას, რომელიც მათივე თქმით ამერიკის მტრებთან დაახლოებას ცდილობს.